შენ როცა ეს დაიწყე, არავის არ დაუწყი. იდეა თუ არის შენი, თუ გიყვარს, ხო. ის აუცილებლად გაცოცხლდება. რაღაც შენ სამყაროში ხარ მარტო თითქისა, სადღაც მიდიხარ, ხარ მარტო და კი წამოვალ, მაგრამ მე ჩემთვის ვარ. შეიძლება ისე გაიგონ ვიღაცა ზეწკინოს რომ რატო ჩვენ ვერ წამოვალთ. ვერ ხალხს მოგზაურობა დამთვალიერებელში ერევა დღეს. ძალიან ხშირად. აჩი ვეღარ ვერ დაგეწევა. რაც დრომ უნდა დაალაგოს, შენ ვერ დაალაგებ. თეორია ნამდვილი ხდება მაშინ, როდესაც ადამიანისთვის სარგებელი მოაქვს იმას. ტკივილი. მარტო ტკივილის დის ადამიანს აცავდა სამწუხაროებას. ხო, არა, ეკოშმარი. ერთად როგორ ეს იყო უბრალოდ გაქცევა კომფორტის ზონიდან. იქ მე დავინახე ჩემი თავი, რომელსაც არ ვიცნობდი. მაგრამ მე ვამბობ, რომ რაც მე დავინახე და როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო, მე იმ ემოციას გაწვდი. მე ვფიქრობ, რომ რასაც სიყვარულით გააკეთებ, ის ყოველთვის იპოვის გზას. დავიწყეთ. მაგარი საქმე, დღეს ყავს ფანტასტიკური ფოტოგრაფი, ძალიან გამისწორდა და გამიხარდა და მადლიერი ვარ დავგთახდა, იმიტომ რომ არ უყვარს ხოლმე მენტორების მიცემა. ბატონი მინდია, გამარჯობათ. გამარჯობა ლელი, თუ ბატონობით მომართავ, ჩვენი პოდკასტი აღარ შედგება. არა, იმიტომ რომ არა, ძალიან მიყვარხარ და ძალიან მიხარია მართლა გულითადად ესეთი შემთხვევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოგზაურობს არ ხარ საქართველოში და ამის გარდა რომ გაგახსენდა რომ ნათქვამი მქონდა და რომ შეგეხვერძები ჩემთან მოდითქო და აქ ვარ რომ მითხარი ძალიან გამიხარდა. იმიტომ რომ დაგპირდი. Yes, და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. პირიქით. მინდი არის ჩვენი განსაკუთრებული სტუმარი პოდკასტში ჩემთან ადამიანები ლელის ფოკუსში და მინდა რომ ის თემები, რომელსაც მე და მინდია მუდმივად საუბრობთ და არასდროს არ არის ხოლმე ერთნაირი, სულ რაღაც ახალზე, მინდოდა ძალიანო თქვენთვისაც გაგვეზიარებინა და იმედია მოგეწონებათ რა მაგრა ვკამათობთ. კამათში იბადება ჭეშმარიტება, გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ასეა. ესეა და კიდე იცი რა არის, რომ თუ სულ ერთ აზრზე ვიქნებით, მაშინ რა არის საინტერესო ჩვენს ირგვლივ. ხო, მაშინ უბრალოდ არაფერი არ დაიბადება. მაგრამ ის ყველაზე მთავარი რა ჩვენ გვაერთიანებს, ეს არის ფოტოგრაფია, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს. იმიტომ რომ ეს ამბავი არის ჩვენი ამბავი. ჩვენი ფოტოგრაფია ვართ ჩვენ. კი ბატონო. და რასაც შენ იღებ, რასაც შენ ხედავ, ეგ არის შენი თავის აღმოჩენა და შენი თავი. ანუ შენი სარკე, შენი ამბავი. და თელი აქ საინტერესოობა არის იმაში, რომ შენ იმის გარდა რომ ყველაზე მიუწვდომელ წერტილებში ხვდები ხოლმე, ახერხებ გადაიღო ისე, რომ ეს იყოს მხოლოდ შენი და ამით ჩვენ გცნობდეთ შენ. როგორ ახერხებ, რომ შენი ფოტოგრაფია და შენი ხელწერა როგორ მიხვედი აქამდე, ანუ რა გზა გაიარე, რა მოხდა, ანუ როგორ დაიწყო, მესმის რომ შეიძლება ხშირად გეკითხებიან, მაგრამ შენ ხელწერამდე გზა როგორ მივიდა, როგორ ცნობენ დღეს მინდიას ფოტოებს და რატოა ეს განსხვავებული? ეს კითხვა რამდენადაც ხშირად დასმულა, იმდენად არ მქონია სურვილი პასუხის გაცემის, მაგრამ ისეთი კაი შესავალი გააკეთე. ისე არ ვამბობ, ქებით მიცნობ შენ. რომ ძალიან საინტერესო მომენტია ის გზა თვითონ, რასაც გადიხარ, რისთვის გადიხარ და ეს პროცესი უბრალოდ მე როგორ მოქმედებს შენზე და როგორ ადამიანად გაქცევს. გამოვედი კომფორტის ზონიდან. ოკეი. მუშაობდი კომპანიაში, დიზაინი მაქვს დამთავრებული. ძალიან კარგ გარემოში ვიყავი, მქონდა ყველაფერი. მაგრამ მივხვდი რომ არ მქონდა ცხოვრება. ანუ ცოცხლობდი, იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ ის ყოველდღიური რუტინა იყო ჩემთვის დამანგრეველი, ხვდებოდი რომ ვერ ვიზრდებოდი. ვერ ვიზრდებოდი იმ ერთი და იგივე ლოკაციაზე სიარულით. ანუ მე ჩემ თავს ვეღარ ხედავდი როგორი ვარ სხვა გარემოში. მე იქ ვიყავი ერთი და იგივე. აი ფილმი როა ზაზუნას დღე თუ რაღაც. ხო, ერთი და იგივე დღე იყო სხვადასხვა პატარ-პატარა ამოცანებით, მაგრამ მე მჭირდებოდა ისეთი ამოცანა, რომელიც მე დამანგრევდა. ოკეი. და შევძლებდი მე თავიდან აშენებას ჩემი თავის და ჩემი თავის უკეთესად გაცნობის საშუალებას მომცემდა. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, გავავთხილე ერთი თვით ადრე, როგორც წესია
რომ მე მივდივარ ინდოეთში და ყველასთვის იყო ეს შოკი, იმიტომ რომ ყველა ოცნებობს ატომკაც აწყობილ ცხოვრებაზე, რომ მოდი აი ჩვენ ხო ეს ქართულად როგორ არის linear thinkers რო ეძახიან, ადან ბემდე ეს გვაქვს გამჯდარი, რომ აქედან აქამდე ვცხოვრობთ, ეს აქედან აქამდე მივდივარ, ეს არის ჩემი, თქვათ, მიზანი. და მივხვდი, რომ აი ამ მიზანში მე ვკარგავ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც რეალურად ადამიანს შეუძლია, რომ შექმნას განვითარდეს, იმიტომ რომ ეს ადან ბემდე სიარული აქეთ-იქით რაღაც ჯაჭუზე გამობმულის შეგრძნება მქონდა. ეხლა ძალიან ბევრი გამკიცხავს ამის გამო. და ცოტა ისეთ კომენტარების წამოვა, ჩვენ თუ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ადამიანს აქვს თავისი არჩევნის, თავის ცხოვრების არჩევნის უფლება. მე ესე ავირჩი, ეს არის დანის პირზე სიარული, ძალიან ხშირად შეიძლება ფეხი დაგიცდეს და ფრილანსერობა არ არის ადვილი. დიდი ჭრილობაც მიიღო, მაგრამ ამითი როცა იღებს სიამოვნებას აი ამ პრობლემების გადალახვით, მაშინ გრძნობ, რომ შენ უფრო მეტი რესურსი გაქვს, ვიდრე ოდესმე გეგონა. კი, ეგეც არის, მაგრამ ეხა მე მოგიყვან საწინააღმდეგო, კი არა, საპირისპირო ამბავს მაგ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მეც მქონდა მსგავსი თემა. მოკლედ, ჩემი ამბავი ეხლა არ არის ისეთი საინტერესო როგორც ჩვენი, მაგრამ თემა ყველა ამბავი საინტერესოა. აი, ნახევრად გულისხმობ, ფოტოგრაფიას ვაკეთებდი, მაგრამ ერთი და იგივე გარემოში. ნახე? ხო, აი თან მე მაგას განვავსოთ. განვავსოთ, იმიტომ რომ როცა ერთი და იგივე გარემოში მუშაობ, ძალიან რთულია განვითარდე. ამისათვის ჯერ პირველ მიხვდე, რომ ეხლა აქ რაღაცა გჭირს. ну თუ მიხვდი უკვე ძალიან ბევრ რაღაცას და შემდგომ აი ამ გარემოში როგორ ვიქცევით და ცირა მე აღმოსწორ მარტო ჩვენ კი არა მე პირადად ფოტოგრაფია არამედ მე დავაკვირდი სახვითი ხელოვნება საქართველოში როგორ განვითარდა ფერწერას ეს შემდეგ და რომ დავდივარ დავუშვათ ეხლა ხედავ ვინც აქვს აკადემია დამთავრებული ვინც სად იმიტომ რომ ჩანს ანუ ეს რაღაცა ჩარჩოებში მოძრაობა ძალიან ხშირად ადამიანებს ან კლიშეთ აქცევს და ერთი და იგივე საქმეს აკეთებინებს ან პირიქით და აი ძალიან იშვიათად რომ პირიქით ხდებოდეს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ უბრალოდ ჩემთვის მე იმდენად მიყვარს ჩემი საქმე. აი გიждები ფოტოგრაფიას, რაღაც შემატყვეთ ალბათ. აქედან გამომდინარე გეტყობაში. ყველაფერზე გეტყობა. ხო, ყველაფერი ფოტოგრაფიის ერთად. ანუ მიუხედავად ამისა, კი ძალიან გამიჭირდა, მეც დეპრესია მქონდა და დამეუფლა, კი არა და სტრესული ის მქონდა, მაგრამ ყოველ დღე ვცდილობდი გადამეღო განსხვავებულად. ეს იყო ერთადერთი ის გამოსავალი, რამაც გამაძლებინა და ყველა საინტერესოც რა იყო, რომ გამოვედი ამ ოქროს გალავნიდან და მოუხდი სივრცეში თავისუფლებაში სამყარო დავინახე სრულიად განსხვავებულად. იმდენი ერთი და იგივე რომ ვიღებდი. ექსიკეთი აქვს ფოტოგრაფიას. მე უცბად გავხდი ისეთ სამყაროში, რომელიც აღმოჩენა გახდა ის გარემო რეალურად სადაც ვარ. ოღონდ აბსოლუტურად სხვა რაკურსით შევხედე. და რაღაცა დროის განმავლობაში მეყო. ნუ მე სანამ უკვე არ დავიწყეთ მოგზაურობა. ბოდიში, ეხა გავაგრძელოთ შენი გზა. ეს ცოტა ისეთი რთული მოსაყოლია მოკლედ, მაგრამ თავარი ამბავი აქ არის ის, რომ ადამიანი როდესაც კომფორტის ზონაშია, მაშინ განიცდის ყველაზე დიდ დეგრადაციას. მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი კლიშე არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ კომფორტის ზონას. ანუ უნდა გქონდეს ისეთი გარემო, რომელიც არის ძალიან სასიამოვნო, რომელშიც აუცილებლად, ანუ რაღაცა დონეზე შენ უნდა გქონდეს, თქვათ, მუშაობისთვის რაღაცა კომფორტი შექმნილი, მაგრამ როდესაც მიდიხარ სიზარმაცისკენ, ისე მძიმდები მენტალურად და აი ეს რაღაცა შინაგანი ბრძოლა გეწყება იმაზე, რომ შენ გაქვს მეტი ენერგია და ეს უნდა გაარღვიო. კი. ყველაფერი აბსოლუტურად გავანუკლე და 2 თვით გავქრე ინდოეთში. ეს სადღაც 22-23 წლის ვიქნებოდა. რუკას მოგიგრძვენი მაგ თემასთან დაკავშირებით. ხო, მიყვარს მახსოვს აი ეს მომენტი, როდესაც რუკას უყურებდი და გავაანალიზე მასშტაბი, შეიძლება ის დაგვარად, მაგრამ ინდოეთი ისეთია, რომ სანამ არ ჩახვალ აი ამ შოკს, ესე დაგეჯახება ეს შოკი, მანამდე რაც არ უნდა ფილმები ნახო, რაც არ უნდა ინფორმაცია მოიძიო, ამას ვერაცნობიერებ. ეს იყო უბრალოდ გაქცევა კომფორტის ზონიდან და საკუთარი თავი ჩავაგდე ისეთ გარემოში, სადაც ვიყავი აბსოლუტურად უცხო და არავინ არ მყავდა. აი ეს მომენტი ხა ჩვენ აქ რო რაღაც დავჭირდეს. ძალიან მარტივად
უბრალოდ ხო, ერთი ზარით გვერდში დაგვიდგება უამრავი ადამიანი, მაგრამ იქ მე დავინახე ჩემი თავი, რომელსაც არ ვიცნობდი. და ეს არის ძალიან მაგარი მომენტი, როდესაც შენ ხვდები, რომ შენი თავი ჯერ კიდევ გასაცნობი ყავს. და მე ამან ისეთი შეჩვევა იცის, რომ მე აბა სხვა გარემოში როგორი ვარ. აბა აქ როგორი ვარ, აბა აქ როგორი ვარ, აბა ამას როგორ გადავიტან, როგორ გადავლახავ და ეს დინამიკა იზრდება როგორ იცი, აი დაახლოებით ჯერ ბავშვობაში რომ რაღაცა მანძილის შორი გეჩვენება მაგალითად, ხო? და მე რო გაიზრდები და თუ მე რა ახლოს ყოფილა. ხო, აი რაღაცნაირად ისეთი ტემპით მიდიხარ მე შენ თავთან, რომ აი ეს გეოგრაფიულადაც აი რაღაცნაირად მასშტაბი იზრდება შენი შესაძლებლობების და თვითრწმენის. კი ბატონო. იმიტომ რამდენჯერაც იქ რაღაც პრობლემა შემექმნა, ეს პრობლემა ჩემთვის იყო განვითარების, ანუ ამას გრძნობდი, რომ ეს პრობლემა კი არ არის, მე ახლა ვიზრდები. ოკეი. და ანუ აკადემია ახალი დამთავრებული მქონდა, თუ არც მქონდა, აღარ მახსოვს, ანუ კი, ახალი დამთავრებული მქონდა, ფაქტობრივად ვიწყებდი პირველ ნაბიჯებს და ის დაწყებული რაც მქონდა და გამართული მივხვდი, რომ ეს დინამიკა ჩემი არ არის და გადავერთე აბსოლუტურად ფრილანსინგში. კარგი და აი თვითონ ხო ნებისმიერ რამე შეიძლება ეგრე გადაერთოთ, უნდა წერაში, მუსიკის წერაში, ტექსტის წერაში, მაგრამ ფოტოგრაფიაში როგორ გადაერთოთ? ძალიან მაგარი რაღაც თქვი, ანუ ერთი ლექტორი მყავდა, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში. ხო. ეს რაღაცას ამბობდა, რომ ადამიანი თუ კარგად ხატავს და გრძნობს ხაზს, იმ ჰარმონიას. ხო. უმეტესწილად ისინი ძალიან მაგრა უკრავენ. თუ არ უკრავს მაგარი სმენა მაინც აქვს და უბრალოდ ეზარება. კი, სმენელიც გაზრდაც ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ მუსიკოსი არა. სმენელიც მიყავს. ერთ ხაზზე გადის ეს ბალანსი. ყოველთვის მაგას ამბობდა და ნუ ამ შემთხვევაში ნებისმიერ მიმართულებას სადაც არ უნდა გადაერთო, შენი სფეროა, მაინც შენს დინამიკას პოულობ. მუსიკა იქნება, ამ შემთხვევაში წერა იქნება, ფოტოგრაფია იქნება, იმიტომ რომ ერთი ჰარმონიის ქვეშ არის მაინც ეს ყველაფერი. მაინც ფიბონაჩიმდე მივდივართ. კი, მაგრამ შენ ნახე როგორ რაღაცა, შენ არ არის რომ მარტო ფოტოგრაფია, შენ ამავდროულად ძალიან სიღრმისეულად შლი ტექსტურათაც. ანუ არ არის მხოლოდ რომ ეხლა რაღაც გადავიღე და ლამაზი კადრია და დავკვირყოფდი. მაქსიმალურად ვცდილობ მნახოს, რომელმაც ნახა ვიზუალურად შენი მასალა, ასევე სიღრმისეულად შევიდეს იმ ფიქრში, რომელიც შენი მომენტში ქონდა. და ამიტომ ეს ტექსტი კიდე სხვანაირად გაყურებინებს და განახებს იმ ნამუშევარს, რომელიც შენ გაქვს გადაღებული. მაგარი ფრაზა თქვი, ფიქრში შესვლა, პირველად გავიგე ეგეთი ფრაზა და მომწონს. და გეთახმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ როდესაც შენ ნამუშევარს ქმნი, ამ წინებზე მკითხეს, რომ ყველა ფოტოს ამუშავებო, არიან ფოტოგრაფები და მესმის მათი აბსოლუტურად, რომლებიც ამბობენ, რომ მე არ მიყვარს დამუშავება და რაც არის ეს არის, მაგრამ მე ვამბობ, რომ რაც მე დავინახე და როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო, მე იმ ემოციას გაწვდი. კი. ანუ მე შეიძლება იქ რაღაცა ფერი ამ შემთხვევაში შევცვალო, პატარათი, მაგრამ ამ ფერით მე ეს ემოცია გავამწაფრო. და თუ მე მინდა რომ ესეთი ემოცია იყოს, რატომ არ უნდა შევცვალო, როდესაც მაქვს ამისი საშუალება და ვინც ცოტა ჩახედული არის ფოტოგრაფიაში, ყველა მიცის რომ ფოტოშოპი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია და უამრავი ესეთი პროგრამა, ყველა მიცის რომ ფოტოგრაფიის დაბადებასთან ერთად დაიბადა რეტუში. როგორც საათები რასაც ჭირდებოდა, დღეს უნდა 1 წამი. კი. და ასევე ის განსაკუთრებულად ჩემი უსაყვარლესი ფოტოგრაფია ანსელ ადამსი. გუი ძალიან მიყვარს. ანსელ ადამსის ყოველთვის ამბობდა, რომ ანუ რასაც ვიღებო, ზუსტად იმდენ დროს პრომეტესაც ვატარებ darkroom-ში, ანუ მაშინ ბნელი ოთახი იყო, ახლა უკვე Lightroom-ია და Photoshop-ი და უამრავი პროგრამა და ტესტავდა ძალიან ბევრს, ანუ იმ ფოტოს, რომელსაც გადაიღებდა, რომელიც სხვათა შორის უკვე ბევრჯერ ნანახი ქონდა ის ადგილი და აზრები ქონდა გაფიქრებული, იმიტომ იქ მუშაობდა იმ ტერიტორიაზე. და დღესაც რომ უყურებ ხოლმე დოკუმენტურ ფილმებს, ტესტებით შენახული აქვთ, ანუ რამდენად აღწევდა მაგალითად აი ცნობილ ფოტოს, სადაც შავიც არის და თეთრი საოცარი ბალანსი აქვს. საოცარი ბალანსი. და გადასარევი და ანუ ეს როგორ მიიღო
და სხვათა შორის მეც აი ანსელ ადამსის შემდეგ ძალიან სხვა თვალით შევხედე დამუშავებას, იმიტომ რომ მე ისეთ გარემოში ვისწავლე, ასე ვთქვათ, storytelling-ი ან რეპორტაჟი და ასე შემდეგ, სადაც ჩვენ ყავდა ცალკე ლაბორანტები, ცალკე ადამიანები, რომლებიც რომ ვიღებდით, ვაძლევდით ფირს. მეტუშიორები. თვითონ აკეთებდნენ, ამჟღავნებდნენ და საერთოდ მე უკვე აღარ უყურებთ იმ მასალას. მე მაგ სტრუქტურაში მუშაობდი მაშინ და რატომღაც, მაგრამ მე უკვე რაღაცა ინტერნეტი გაჩნდა, წიგნები გაჩნდა, ეს ადამიანები აღმოჩნდა, ხო, რაღაც სამყარო გადიდდა და საერთოდ სხვა აღმოჩნდა, რომ ჩვენს ირგვლივ ისეთი კოსმოსი ხდება, რომ აი ყოველ ჯერზე რო იბადები თავიდან და მე აღმოჩნდა, რომ თურმე პირიქით, ძალიან მაგარია. მე მამდულად შურს არა, მაგრამ აი გულითადად მესმის იმ ადამიანების, რომელსაც შეუძლიათ თავის ფოტო დაამუშავონ, იმიტომ რომ აი ეს ითხოვს ისეთ დროს, ისეთ ენერგიას და ისეთ ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ფოტო იბადება თითქმის აი პროცესებში, იმიტომ რომ აი სათქმელია, ისაც გვინდა ყურადღება მივაქციოთ, უბრალოდ მაგიდან გამოდის და ეს რო წამოგიდგენ ამხელა რესურსი, თორე ეს არის სხვადასხვა პროფესიები, რომელსაც აერთიანებთ და რაღაცას რო აკეთებ ძალიან საინტერესოა, რომ ერთი ფოტოთი შეიძლება რამდენი ვარიანტი მოყვე ამის, რამდენი რაღაცები და გააკეთე. შესაძლებლობებით და თუ არ ვწდები ანსელ ადამსის ფრაზა არის, რაღაცას რო აკეთებთ და არ გაკრიტიკებენო, ესე იგი ძალიან ცუდად აკეთებ. და ამ ეპოქაში შენ გაქვს უამრავი საშუალება, რომ ბევრი ვარიაცია მიიღო, თქვათ, ერთი კადრიდან. მე გიჭირს ამ კადრებიდან სწორის არჩევა, რომელია. ანუ ეს გადაწყვეტილების მიღების მომენტია და ამ დროს ძალიან ხშირად მოსწავლეებს ჰქონდათ ესეთი პრობლემა, რომ ანუ რომელი დავდო არ ვიცი, მე შენია კრიტიკის და მეთქი რატო გეშინია კრიტიკის, ანუ ვისთვის აკეთებ ამას? ხო. ჯერ საკუთარი თავისთვის ამას თუ არ აკეთებ სიყვარულით, მაშინ შეუძლებელი არის, რომ ის ვიღაცამ მიიღოს. გამორიცხულია. და თუ შენ ეს გიყვარს და ეს დადე, ის ეხლა დღეს არის ხოლმე ძალიან ხშირად ხდება, მაგალითად დაალაიქა ამან და სხვებმა. ამ ლაიქების დამავა, ანუ ჩემი თქვა სახალხო პოსტიც ამაზე იყო, რომ ანუ რეალურად ის ერთი იქნება ლაიქი თუ მილიონი ამ შემთხვევაში ის სიხარული ხო იმ ადამიანთან გაზიარებული ამ შემთხვევაში მიტანილი, იმიტომ რომ მე მას არ მიუტანე ჯერ, მე უბრალოდ ეს შევქმენი იმისთვის, რომ ეს დიდი პროცესია რატო შევქმენი. მაგრამ, როდესაც მე უკვე გამოვიტანე გასაზიარებლად და მე შენთან ერთად მინდა ეს პროცესი გავიარო, აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა, რამდენი ნახავს. აქ არის მთავარი, რომ შენ უკვე აზიარებ სამყაროში შენს ენერგიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, მაგრამ თან იქიდან გამომდინარე, რომ შენ ამდენ მოგზაურობ, დადიხარ, შენ თავს ეძებ, გარემო სამყაროს ეძებ, აღმოაჩენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, შენ სათქმელი გაქვს მუდმივად. ანუ შენ პოსტებს რასაც დებ, ყოველ ჯერზე გაქვს თითქოს აბსოლუტურად რადიკალურად სხვა სათქმელი. ანუ ერთმანეთის წინააღმდეგ არ ვამბობ, პირიქით, სულ გაქვს მუდმივად რაღაც გაზიარება გსურს. იცი რა მაინტერესებს? აი ეს გაზიარება და ეს დაფასება იმ ხალხის მხრიდან ერთი ლაიქი იქნება თუ მილიონი, არა ხო, ესეთი იდენტურია აბსოლუტურად. იდენტურია. შესაბამისად, ამას ხო შენთვის აკეთებ, ხო? პირველ რიგში უნდა გიყვარდეს და შენთვის აკეთებდე. ხო. ჯერ. კი, და მაგრამ იცი რა მაინტერესებს კიდე? ჩვენ ერთ-ერთი საუბრის დროს ესეთი თემა იყო, რომ მარტო გიყვარს მოგზაურობა. მარტო გიყვარს სადღაც წასვლა, ანუ თვეობით, თუ კვირით, თუ როგორც არის. ანუ რაღაცნაირად რაღაც შენ სამყაროში ხარ მარტო თითქოს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რაღაცას ამჩნევ შენს ირგვლივ, ცხოველი იქნება თუ ადამიანი, თუ გარემო, თუ უბრალოდ გაზიარება კიდე ცოდნის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სადღაც მიდიხარ, ხარ მარტო და კი წამოვალ, მაგრამ მე ჩემთვის ვარ. ხო, ძალიან. აი რა ხდება? დინამიკაა განსხვავებული. ჯერ მოდი აქ ორი მთავარი ფაქტორი განვასხვაოთ, ეს არის ერთი არის, რომ ხა ვინ არის დამთვალიერებელი და ვინ არის მოგზაური. ხალხს მოგზაურობა დამთვალიერებელში ერევა დღეს. ძალიან ხშირად. იმიტომ რომ ჩავედი, დავასტუკე, რა კარგია. შემოვატარე კამერა და ფეხი დავდგი და პასპორტში არის შტამპი ჩართმული ამ ქვეყნის, ეგ არის ამ შემთხვევაში დამთვალიერებელი. მაგრამ შენ ფილტვებში იმ ქვეყნის მტვერი თუ არ გაჩნდა და იგრძენი
რაც პირდაპირ მნიშვნელობით ინდოეთში ხდება, მაგალითად ერთკვირიანი სპაზმი მქონდა, მაგრამ ეს რაღაცა მეტაფორულად იყო ის, რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად შენთან ძალიან ახლოს მოდის. ძალიან მაგარი მომენტი იყო, იმიტომ რომ როდესაც ჩავედი პირველად ძალიან დიდი კონტრასტის გამო ვერ მივიღე. მე მინდოდა რომ უბრალოდ მალე წამოსულიყავ. მე მეგობართან გავაჟღერე ეს ფრაზა რომ მე თქი 2 კვირაში წამოვალ 2 თვის მაგივრად. და ესე მალე როგორ მოდიხარო, ანუ 2 თვით წახვედიო და მე მივხვდი რომ წავაგე, ჩემ თავთან წავაგე. ეს რომ გავაჟღერე და მე თვითონ მოვისმინე ჩემი ეს წაგების ფრაზა, ამან ანუ ჩემ თავთან დავიწყე ამ შემთხვევაში ჭიდილი. და აღმოჩნდა ისე რომ 2 თვის მერე კიდე დავბრუნდი 1 თვით და ეს არ არის ის მომენტი რომ შემდა დაათვალიერო, შემდა იგრძნო ყველა მომენტი რაც ამ შემთხვევაში გზაზე გადაგეღობება. როდესაც ჩადიხარ ტურისტულად, ამას ვერასოდეს ვერ გძნობ, იმიტომ რომ შენ გაწერილი მარშრუტი გაქვს 80%-ს ატარებ ავტობუსში ჩამოგიყვანენ რაღაცა ტურისტულ ადგილებში, სადაც ის ქვეყანა არ ჩანს. ეხლა დღეს ინდოეთზე გამოგვივიდა საუბარი, ინდოეთს ხშირად ვახსენებ, მაგრამ ყველა ქვეყანაში ასეა და ვისაც მოგზაურობა უნდა, ვურჩევ, რომ არატურისტული ადგილები არჩიონ, სადაც რეალურად ის ქვეყანა ჩანს და ის ხალხიც იცვლება მე, აი ტურისტებზე ორიენტირებული ადამიანები ძალიან ხშირად სახეცვლილები არიან და ვერ გრძნობ მათთან კომუნიკაციაში, რომ შენ მაგალითად იმ ქვეყანაში ხარ და ესეთი ხალხია ეს, მაგრამ სოფლებში, როდესაც მიდიხარ, იმათთან გრძნობ ნამდვილ ქვეყანას. იცი რა მაინტერესებს? ალალ ადამიანებს პოულობ მარტივად რო თქვა. კი ბატონო. ნახე, შენ თქვი, რომ 2 თვით მინდოდა წასვლა, მე 2 კვირით მე გადავდე, ანუ გქონდა რაღაცა ბრძოლაში ჩაერთე. ვერ მივიღე, იმიტომ რომ რთული იყო თავიდან. ნახე რა თემა მინდა. როდის ხვდები, რომ უკვე უკან წამოსვლის დრო არის? აი რა დროს ხვდები, რომ უკვე დამთავრდა? კი არა და ნუ როგორ შეიძლება ინდოეთში დამთავრდეს, მაგრამ ზოგადად რაღაც ამბავი დამთავრდა და ეხლა უკან წასვლის. კაი კითხვა. როდის მიხვდები მაგას? ყველაზე საშინელება არის, როდესაც გაქვს ბილეთი ორმხრივი. ეს ყო ბილეთი ღიად არიღით და ამ შემთხვევაში შენი მაინდსეტი ქართულად როგორ არის? ეს ქართულად როგორ არისზე ძალიან ბევრი კრებს ხოლმე, რომ აუ რა არის ახლა ეს დაიწყებე ხოლმე, რომ როგორ შეიძლება ეს ქართული სიტყვები გავიწყდებათ. ნუ მაინდსეტი როგორ არის ქართულად? რა ვიცი, როგორ არის ქაუტონოფიფტი მაინდსეტი? სამ პირდაპირ აითარგმნება რეალურად ხო. არის ფიქრის ხმა. ხო, შენ მან მაინდსეტი თქვა, ისაც ბევრი სიტყვაა შემოსული. ისაც ბევრი სიტყვაა შემოსული, გვინდა არ გვინდა გლობალიზაციის ეფექტია. ამ შემთხვევაში შენ აღარ ფიქრობ წასვლაზე და არ უნდა იფიქრო წასვლაზე. შენ უნდა იფიქრო იმ ადგილზე, სადაც ხარ, იქ იმ მომენტში, აქ და ახლას მომენტია. და მე როცა ვიცი რომ ახლა ჩავედი და ერთ კვირაში უნდა შემოვირბინო და ისევ გავიქცე, ამ შემთხვევაში შენ თუ გინდა რომ შექმნა ნამუშევარი, მაშინ იქ არ უნდა იფიქრო ამაზე. მაგრამ თუ დაათვალიერო და წახვიდე, მაშინ აუცილებლად ორმხრივი ბილეთი გინდა. იცი რა, ეხლა გისმენდა. მოდი, პასუხს გაგცემ ბარებ. როცა ხვდები, არის ძალიან საინტერესო მომენტი, აი ეგ რაც თქვი ეგრე ვიგრძენი იმ მომენტში, როდესაც ყველა ჯერზე არის ეს მომენტი, იმიტომ რომ თუ მუშაობ, არ ვჩერდები. ანუ თვეების მანძილზე ყოველ დღე ხდება გადაადგილება, ყოველ დღე ხდება დასვენება, ჩემთვის არის მუშაობა. და როდესაც ვიღლები, ეს არის ჩემი ყველაზე კარგი დასვენების ფორმა. მაგრამ ამასაც აქვს ლიმიტი. მახსოვს მომენტი ბოლოს უკვე როდესაც ვიგრძენი რომ გარეთ გასვლა აღარ შემეძლო, ანუ 2 თვე რო გავიდა, მივხვდი რომ ეხლა უნდა რეგენერაცია მოვახდინო ამ ენერგიის. მაგრამ ისე მოხდა საქართველოში რომ დავბრუნდი, ეს ყველას მოაქვს ეს სურნელოვანი ჩხირები. და საქართველოში რომ დავბრუნდი, იმდენად ძლიერი ნოსტალგია გამიჩნდა უკან დაბრუნების, ძალიან მალე. და ასეც მოხდა მერე, მაგრამ სულ ანთებული მქონდა ეს ჩხირები და სახში მეხვეწებდნენ, გეხვეწები წადი. მაინც იქ ხარ გონებით და ერთი ფიზიკურად არ ხარ. ეს რა კარგი აზრი გააჟღე. მე სხვა მეთოდოლოგია მაგ ძალიან ხშირად გიმეორებ სადღაც. არა, მუსიკა მქონდა ჩართული, რაღაცა ის პლეიტის რაღაცა საოცრებები რო აქვთ და ეს სურნელოვანი ისინი, ანუ
ფოტოებს ვამუშავებდი ამის ფონზე, იმიტომ რომ ფოტოს დამუშავებაც ხო რაღაც ტელეპორტაციაა და შენ გჭირდება ხმაც, გჭირდება სურნელი, გჭირდება ვიზუალური მხარე და რაღა დარჩა. იქ ხარ. იქ ხარ. კაი, ესე იგი, ეხლა გისმენ და რომ მგონია რომ მაგარი თავისუფალი ტიპი ვარ, აღმოჩნდა რომ საერთოდ არ ვიცი ეგ რას ნიშნავს, იმიტომ ეხლა შენ რო გისმენ, ეგ არის როგორი თავისუფლება, იცი? ეს არის თავისუფლება, რომელიც არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. ოცო შენ შეგეძლია შენი დრო შენ თვითონ მართო. და დრო არ გმართოს შენ. აი ეგ არის ძალიან მაგარი და მაგას გავითვალისწინებ, ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა. კიდე იცი რა მაინტერესებს? მინდა შენი ფოტოები ვერ იქნება ვერანაირად საინტერესო თუ კი შენ თვითონ არ ხარ საინტერესო. როგორდან რითი ახერხებ რომ შეივსო, აი რითი მაგალითად წიგნებით, მუსიკით, თეატრი, რა გავსებს, რა ხდის საინტერესოს. ის სამყარო რომელსაც შენ იღებ, რითი არის განსაკუთრებით, ანუ შენი დანახული სამყარო რითია განსაკუთრებით, ანუ რა მოდის, აი რა მოავს, რა გავს. ხა მე მაგალითად ჩემი ძალიან ისეთი მარტივად ვშღერდე ხა, მაგრამ ძალიან ინსპირაციას მაძლევს მაგალითად სეირნობა ქუჩაში, სხვა ქვეყნებში თუ გალერეებში შესვლა, სხვადასხვა პროფესიების ადამიანებთან კომუნიკაცია, რაღაცად მაძლევს სხვა ინსპირაციებს და მაფიქრებს რაღაც საგნებზე, იმიტომ რომ მე მინდა რომ მარტო ჩემი ენა არ იყოს, კიდე რაღაცად ვაგებინებდი ადამიანებს და შენ ახერხებ ამას, იმიტომ რომ სულ გინდა და იცი რა არის კიდე მან ძალიან მაგარი არ მინახავს ხოთა შორის ესე ვინმე აკეთებდა სისტემატიურად როგორც შენ როცა შენ გვანახებ ფოტოს ხანდახან არის რომ ფოტოს გვაჩვენებ დეტალს და მე დეტალიდან შლი კადრს ან ხანდახან არის პირიქით ჯერ მთელ კადრს გვაჩვენებ და მე შედიხარ დეტალში ანუ რეალურად შენთვის მნიშვნელოვანია ეს დეტალები ისევე როგორც სრული კადრი მაგრამ ესე არ ხდება. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ შენ ამას ხო გვიზიარებ ჩვენ დანახავთ, მაგრამ როგორ ივსები, აი, რითი ივსები და როგორ ახერხებ, რომ იყო თამავდროულად ყველაფერთან ერთად განსხვავებული. მე რაღაცებში ვერ დაგეთანხმები, არ ვარ განსხვავებული, არ ვარ ისეთი როგორც შენ აღწერე, ისეთი ვარ როგორც შენ. ოკეი. უბრალოდ თუ რამეთი შეიძლება რომ ადამიანი გაიზარდოს, ადამიანი უნდა აუცილებლად ახლოს იყოს ადამიანებთან. უნდა უსმენდეს ადამიანებს და უნდა უყვარდეს ადამიანებთან კომუნიკაცია. თუ ეს ფაქტორები მის ცხოვრებაში არ არის, ამ შემთხვევაში ის მინაწერები რო ახსენე, იმ მინაწერებში მე ამ ემოციას გადმოვცემ, რომელიც გამოიწვია ისევ ადამიანებმა. მე რო ცხოვრობდი კუნძულზე, აბსოლუტურად სხვანაირად დავწერდი, სადაც უკაცრიელია, ფლამინგოებზე დავწერდი და ნიანგებზე. მე მგონი ძალიან კარგად გამოგიბიდოდა ეგეც, მაგრამ ნახე როგორ რაღაც არის. სიამოვნებით, ხანდახან შეიძლება ეგეთ დეტოქსი ასე ვთქვა. შენ რომ მარტო რომ დადიხარ, გაზიარება ამავდროულად პარალელურად შენთვის იმ მომენტში არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ხდება დარქმის შემდეგ მნიშვნელოვანი და გაზიარება ბევრნაირი გაზიარება მოგზაურობის დროს, ანუ რო ახსენე რომ მარტო სიარულს ამჯობინებო, მარტო სიარული მარტო იმიტომ არის საჭირო, რომ ანუ ფიზიკურად შენ ძალიან კარგად იცი და ვინც არ არის ფოტოგრაფი, ძალიან ბევრი ამბობს, რომ ჩვენც წამოვალთ. მაგრამ ეგ არ იქნება ფოტოგრაფთან ერთად მოგზაურობა, ეგ იქნება ექსკურსია და თვალიერება, უბრალოდ მაგ დროს რაღაცა სკილებს გაუზიარებ. კი ბატონო. ეგეც საინტერესოა, ცუდი ამაში არაფერი არ არის, მაგრამ როდესაც ფოტოგრაფი მოგზაურობს და გადის რაღაც მარშრუტს, ჯერ იმისი მარშრუტი და ჩვეულებრივი დამთვალიერებლის განსხვავდება რადიკალურად, იმიტომ რომ არის სპეციფიკური, არის რაღაც საშიში ელემენტებიც, იქ ისეთი ადგილები, სადაც გეუბნებიან, რომ არ შეხვიდე და იქ ლეოპარდმა ვიღაცა გუშინ რაღაც დააზიანა, შენი ადრენალინი სხვანაირად მუშაობს, როცა კამერა გაქვს ჩართული. ეგ ძალიან კარგად იცი შენ და მათი უსაფრთხოების ზომებიც სხვანაირია ამ შემთხვევაში უბრალოდ დამთვალიერებლის. შენი მოძრაობის ტემპი არის რადიკალურად განსხვავებული. არ ჩერდები. ანუ შენ სხვებისგან განსხვავებით ერთ ობიექტს რო უყურებ, წინასწარ საზღვრავ დაახლოებით რა შეიძლება მოხდეს. ხო. წინასწარ საზღვრავ სად უნდა გაჩერდე. ანუ ეს რომელი რაკურსიდან გადაიღო. ეს დინამიკა იმდენად სწრაფია
და ხანდახან იმდენად ნელია, რომ ფიზიკურად შეიძლება უბრალოდ იჯდე და ელოდებოდე, რა ვთქვა, ეს არწივი, როდის აფრინდება პირობითად. მქონია ეგეთი მომენტი, რომ ეს ბიჭექი რამდენი ხანი გავიდა, არ ვიცი, მეთქი ხა აფრინდება და ეს კადრი მინდა. ოღონდ ეს ეზიხარ. და არავინ არ გეცახეს, რომ ეხლა უნდა წავიდეთ ავტობუსში. ესეთ შემთხვევაში შენ თუ სხვებთან ერთად ხარ, შეუძლებელი არის ვინმემ გაუძლოს იმას, რომ აიტანოს ფოტოგრაფია. გამორიცხულია. მოდი მე ესეთ რაღაცას ცოტა ოდნავ გადავუხო, მაგრამ ამ თემაში ვტრიალებ. ჩემს ირგვლივ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ესეთი ფოტოგრაფი შემხვდა, გავიცანი და რომლებზეც ძალიან მადლიერი ვარ. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გოგი ცაგარელი, ესეთი ფანტასტიკური ფოტოგრაფი, რომელიც სამწუხაროდ კოვიდის დროს გარდაიცვალა 9 აპრილს, ალბათ იმ ფოტოების დროს როდესაც ძალიან ცნობილია, მოკლედ, მაგრამ მაღაზე გოგი ცაგარელზე შემდეგ ერთხელ მითხრა, ავად იყო უკვე, ავად იყო და სულ მინდოდა რომ მე გოგი რაღაცა იქნება ეს იქნება ეს რა. კაიო, მე შორს ვერ წავალო, იმიტომ რომ სამნახო კურნალობო, მოდიო, ერთად წავიდეთო. მარნეულშიო, მარნეულში კვირასო არისო, კაი ბაზრობაო და საინტერესოა კი ნაყოფიო. გოგისთან ერთად მივდივარ. ზაბედნიერა, ხო და წავედით, ჩავედით მანქანით. რომ მანქანა რო გავაჩერე, გამომოთ, ეხლა აქ ვიშლებითო მითხრა. აბსოლუტურად კი იმეც. აი ეხლა აქ ვიშლებითო. შევხვდეთო, რაღაც დრო მითხრა ამ საათზე და მე ვიყავი შოკში. პირველად ჩემ ცხოვრებაში ეგეთი რაღაცა მოხდა. თავში მარტო ამ მარნეულში ამ ბაზრობაზე. და ეს იყო ესეთი საინტერესო და პირდაპირ მითხრა ადამიანმა, რომ მე ეხლა აქ მოვუჩვით, იმიტომ რომ უმეტესად ეს რეპორტერები და ესენი ახლა რო ვიყურებ. რაღაც ჯგუფ-ჯგუფად დადიან ხოლმე და რა. ხო, ცოტა არ მისმის. არა, კოშმარი. ერთად როგორ, ანუ არა, ახლა მე კონფლიქტის დროს აი ოფისში ხოლმე ხანდახან ხო, მან ხო შეიძლება უსაფრთხო ადგილი იყოს ერთი იძულებითი, მაგრამ ხო, რაღაც ინფორმაციის გაცვლის თემა, მაგრამ და უმეტესწილად და თქონა ჯობია რომ მარტო იყო და მაშინ შევეჯახე ეს კიდე პირველად გავიაზრე რას ნიშნავს ეგ და სხვათა შორის მას მე ვიყო თუ ჩემს ყონებას ვეუბნები რომ ერთად არიანოთ გადაღებას. იმიტომ რომ რამდენჯერ ერთად წავიდნენ, ხო უკვე კადრებიც ერთი და იგივე მოაქვთ, თემაც იგივე მოაქვთ, თითქმის რაკურსიც იგივე მოაქვთ, იმიტომ რომ ერთმანეთს ანახებენ ეთყობა ეგ რაღაცა და მოკლედ ერთ-ერთი აუცილებელი აკრძალვა არის რომ ერთად არიანოთ. როდის და როგორ წყვიტავს, სად წახვიდე? სად იყო მარტო? სად განცალკევდე და საერთოდ სად გაქვს მოსაყოლი შენი ამბავი? როგორ წყვიტავ, სად არის? ძიმე არტილერია მესროლა ეხლა. ამ რას იზავ ახლა? როდის წყვეტ? იცი როგორ არის, რაღაც ვისმენდი როგორ ლექს როგორ წერთო. ხო. და ანუ ლექსის წერაო არ ვიცი ვინ იყო. მაგრამ საინტერესო ადამიანი იყო. ლექსის წერა არ არისო, ეს მუზა მომივიდა და ესე უთფად წავედი. ოკეი. რაღაცას როცა ქმნი სინამდვილეში იმაზე რაღაცა ძალიან ბევრმა დიდი ხნის მანძილზე ნეგატიური თუ პოზიტიური ეფექტი მოახდინა შენზე, ეს დაილექა და მე ამ ემოციად კონვერტირდა უკვე ზოგისთვის ლექსში, ზოგისთვის ხა მოცარტს რო უსმენ გელაპარაკება, გეჯუჯღუნება რაღაცა ხან ისტერიკა აქვს, ხან ჰარმონია ისეთი რომ რამდენჯერაც უსმენ იმდენჯერ ერთნაირად მოქმედებს სასიამოვნოდ, მაგრამ ეს წამოსული არის ეს არ არის წამოსული იქიდან რომ უბრალოდ უცბად მოუვიდა თავში რაღაცა იდეა და შემდეგ გააკეთა. ეს არის ბევრი ემოციის ნაკრები და მე უკვე იმშობიარა. ხო, მაგრამ მაინც როგორ წყვიტა, აი როგორ წახვედი? და მაგისკენ მივდივარ. ნამიბია მაგალითად რო ავიღოთ, ნამიბიაში რო ტელევიზორში ვუყურებდი, ნამით და ბიათი დავიმახსოვრე. ოკეი. რო არ დამავიწყდეს, იმ მომენტში ვერ ჩავიწერე და არ დამავიწყდეს მეთქი, ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე, ანუ არ ვიცი, შეიძლება 10 წლის წინ ვნახე, სანამ წავიდოდი ის ჰიმბას ტომი, რომელიც ეს წითლად ვთქვათ ტანს თიხით იღებავს და ოკეი. როცა დავინახე ეს როგორი პორტრეტი შეიძლება და ყოფილიყო, იდეა ფიქსი გაჩნდა, მაგრამ იდეა თუ არის შენი, თუ გიყვარს, ის აუცილებლად გაცოცხლდება. თუ რაღაცა დააკელი და არ გამოვიდა, ისოდე რომ დააკელი შენ. ოკეი. და სხვა არაფერმა. და ეს იდეა იმდენი ხანი იხარშებოდა და ერთ დღესაც
როგორ დავაგდე იცი ყველაფერი, აი წერს ჩემი მეგობარი, რომ იქ არის ადამიანი, რომელიც დაინტერესებული არის იმით, რასაც შენ აკეთებ და ძალიან მაგარი კოლაბორაცია შეიძლება გამოგივიდეთ. ანუ პირდაპირ მიგზავნის იმის სავიზიტოს ფოტოს. აი რა. და იმ ადამიანს რო ვურეკავ, სადღაც ერთ თვეში მე ნამიბიაში ვარ. შენ როცა ეს დაიწყე, არავის არ დაუწყი. დიდი ხნის წინ იყო ხო? შენ ეს რო დაიწყე, ხალხმა დაიწყო, რა ვიცი. 20 წლის მერე. ეხლა, არ ვიცი, 20 წლის მერე, ზოგი ჯერ კიდე არ დაუწყია. ანუ ჯერ კიდე არ დაუწყია. ძალიან. აი ეს ნაბიჯი, აი ეს შიში, აი ეს რაღაცა, არ ვიცი, აღარავე რაღაცა mixed feelings მოდის მაგ თემაზე. წახვედი, როცა საერთოდ ეს ნაფიქრი კი არა, გააზრების დონეზეც იყო, არ იყო. აბში, და უცბად გვესმის ფოტოგრაფზე, რომელიც იყო ისეთ ქვეყანაში და მე აღმოჩნდი გამოფენაზე, მაგ დროს მე ჯერ კიდე მან სამსახურში მუშაობდი. და მაღაზია სამსახურიდან სკიბებით ამოვედი და მოვეჩინო. ჩვენ მოვხვდით აბსოლუტურად ისეთ სამყაროში, რომელიც ნანახი არ ქონდა ტელევიზორში. ფოტოგრაფისგან ამაგარი მოსასმენია. ტელევიზორშიც ნანახი არ ქონდა ერთი წუთით რა. ოჰო. და აი, ანუ ფაქტურად იმ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ახლა პირველი ვინც ეს გზა გაკვალა, მაგრამ შენაირად დღემდე მაინც ვერავინ ვერ კვალავს. ეხლა გეტყვით შენ არ გიყვარს ეხლა ეს კებადიდები, არც მე ეხლა ChatGPT-სავით გავაკეთე, მაგრამ შეხედე როგორი თემაში მივდივარ, ნახე როგორ სადმები. შენ რამდენიც არ უნდა ეხლა დაისვენო იარო. კაჩი ვერავინ ვერ დაგეწევა, იმიტომ რომ გამოცდილება ზრდა ეს ემოციური თუ ფიზიკური თუ მენტალური რავი უამრავი ეს გზა შედაც გაიარე ძალიან კოჩ გასავლელი იყო და გასავლელია დღემდე მაგრამ შენ მაინც ახერხებ რომ მაშინდელი დაწყებული მოგზაურობები დღემდე აგრძელო მაგრამ ეს მოგზაურობა შენი რაც არის შენი ამას იქო ჩადიხე მე რასაც მივხვდი არის ის რომ ამას აკეთებ შენთვის და შენ გაინტერესებს, რასაც ხედავ და შემდგომ ამას გვიზიარებ ჩვენ მნახველებს. ცოტა სხვანაირი პასუხი გაქცევ? შენ როგორ ზგინე ესეთი გამოცდილებას? ქებადიდება დაივიწყეთ. ხო, არა, ქებადიდება და რაღაც. ანუ ის ფაქტორი რომ ანუ ჩადიხარ და მუშაობ, ეს ხო აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე თვით შემეცნების მომენტი და ეს არისო მარტო ფოტოგრაფია. ამას მივხვდი, როცა ჩავედი, იმიტომ რომ მაგ დროს გამიჩნდა ისეთი კითხვები, რომელიც მანამდე არ მქონია. და კითხვა ზოგადად, შეკითხვა. ხო. არის ყველაზე დიდი ყველაზე მსხვილი კალიბრის დარტყმა ადამიანისთვის რომელსაც შეუძლია თავიდან ბოლომდე მისი ცნობიერება შეცვალოს. ბუდამაც ესე დაიწყო. კითხვა გაუჩნდა, ეს ისე რატოა? და დამთავრდა. მე ამ შეკითხვას მიყვა ბოლომდე და გახდა ბუდა. ის ბუდა გეუბნება, რომ შენ თვითონ ხარ ბუდა. კი. და ამ გზას გეუბნები, რაც მე გავიარე და გინდა იარე, გინდა ნუიული. და ეს ამ შემთხვევაში, სხვა შორის იესოსაც ეგ ქონდა. ბევრ რელიგიაში არის და ბევრ ფილოსოფიაში არის. ჩემ მეგობრები იტყვიან, რომ აი, მაინც ჩასვი ხო, მაინც. ანიშნულოვანი მომენტია ეგ, იმიტომ რომ ის შეკითხვები, რაც იქ გამიჩნდა, როცა მარტო დავრჩი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების ფაქტორი, იმიტომ რომ ამის გარეშე მე მივხვდი, რომ უბრალოდ ავტომატურად ვცხოვრობდი. და ავტომატურ ცხოვრებაზე საშინელება ჩემთვის პირადად არაფერი არ არის, იმიტომ რომ მე მუდმივად როგორც საკვები ისე მჭირდება ახალ-ახალი კითხვები და ეს კითხვები მოდის იმ გარემოში, რომელი გარემო ჩემთვის არის უცხო. იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება ისეთი რაღაც გითხრას, ისეთ ადამიანებს შევხვედრი ვარ, არც სახელი ვიცი, არც გვარი ვიცი, მაგრამ აი ამ ერთ და იგივე რეზონანსით რო გრძნობ, რომ ზუსტად იგივეს ფიქრობს, რასაც შენ ფიქრობ. კი ბატონო. ეს არის საოცარი მომენტი. ბუდაზე მინდა ცოტა პატარა მონაკვეთი ჩავწოდო. ბუდაზე პატარას ვერ ვიყურებს. კითხვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბუდას ჰქონდა ეს კითხვები, სულ ჰქონდა კითხვები და ზუსტად იქ იმ ბუდას რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად მისი გზაც ამ კითხვის ძიებაში იყო. რასაც მას ხშირად გზაში ეუბნებოდნენ, რომ შენი საქმე არ არის იკითხო, შენი საქმე არის მორჩილება.
ხო? და მან მაინც გადაწყვიტა, რომ კითხვები იყო საჭირო. და ამ კითხვების პოვნა თუ ძიება თუ რაღაცა ამბავი არის ის, რაც ჩვენს ტვინს ცოტათი მაინც ცოტათი სრდის. იმისათვის რომ წიგნები სწორად წაიკითხო, წიგნები უნდა წაიკითხო რა. ანუ მე რაიცი რაღაცა დაუფიქრეთ კი ხო ეგრეა, ხო მგონია რაღაცა წაკითხოთ, ბევრი შეგხვედრია, ხო, ბევრი ფოტოგრაფიც, კითხველიც, რომლებიც ამას ყოფას აკეთებენ, მაგრამ არც არაფერი არ მოაქვს ამ ყველაფერს. ამიტომ თუ კითხვა არ გაქვს, თუ არ გაგიჩნდა ეს რაღაცა სურვილი ამისი აღქმის, გააზრების და შემდგომ ამის გაზიარების, იმიტომ მე მგონია, რომ თუ არ აზიარებ, რაღაც ბოროტება მგონია. ჩვენ ვართ ადამიანები იმითი განსხვავებულები, რომ შეგვიძლია გაზიარება. მაგითი ხდები შენ ადამიანი და თუ შეგიძლია რომ თქვა შენმა ერთმა ნამუშევრმა და ეს მესიჯები რომ მოდის ხოლმე რომ აი ეს რო წავიკითხე, მე რაღაც ჩვება ვიგრძენი, რაც ახსენე აი ამ ტექსტთან დაკავშირებით. ის ტექსტი არის ის ემოცია, რომელიც ვიღაცის ემოციას დაემთხვა და რაღაცა პასუხი გასცა. თუნდაც იგივე წაიკითხა, რაც იცოდა, მაგრამ უფრო გაუმტკიცდა თქვათ ის მომენტი რა და ეს ამის გარეშე, ნებისმიერ რაღაცის გარეშე, ანუ საპიენსში არის თეორია, როდის არის თეორია ჭეშმარიტი. და ისო ეს შეკითხვა. როდის, ანუ თეორია შეიძლება ბევრი გქონდეს, მაგრამ ის თეორია როდის არის ნამდვილი. თეორია ნამდვილი ხდება მაშინ, როდესაც ადამიანისთვის სარგებელი მოაქვს იმას. დამთავრდა. შენ რაც უნდა სხვანაირი თეორია გქონდეს, ის თეორია არ განიხილება. მაგრამ სასარგებლო რაც არის ამ შემთხვევაში, ის იძენს უკვე იმ ღირებულებას, რომ შენ უკვე წინ გადადგა ერთი ნაბიჯი ხალხისთვის. და არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ აბსოლუტურად, იმიტომ რომ ანუ მაინც ამბობ იმას, რომ სონა შეიცვა უკეთესობისკენ, ოღონდ ხო, რა თქმა უნდა. არ, გაზიარებაზე არის აქ საუბარი. გაზიარება ოღონდ ცვლილებებისკენ, ოღონდ უკეთესობისკენ. იცი რა არის, აი ეგ უკვე თეორია, როდესაც პრაქტიკაში გადავა, მე გამოჩნდება, მაგრამ სურვილი უნდა გქონდეს ამის. ხო, მესმის კი. სურვილი და სიყვარული, იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ეს არის ყველაზე ბანალური ფრაზა და ყველაზე მთავარი ფრაზა რეალურად რაც ადამიანს უნდა კონდეს ყველაზე პრიორიტეტად დაყენებული, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, არ აქვს მნიშვნელობა, ფოტოს იღებ თუ არა, პურს აცხობ, პურის ცხობა ძალიან მაგარია. მე ვფიქრობ, რომ რასაც სიყვარულით გააკეთებ, ის ყოველთვის იპოვის გზას. ანუ შენ არ უნდა გააკეთო იმისთვის, რომ აი ხა ეს გავაკეთე და აბატონო. მაგისთვის არ უნდა გააკეთო, უნდა გააკეთო უბრალოდ და ოდესღაც, სადღაც ეს ვიღაცას შეიძლება მიეხმაროს. თუნდაც ამ კუთხით იფიქრე, თქვათ შემოქმედებითად თუ პროფესიულად არ არის. ეს ძალიან კარგია, ოდესაც შენ ამას რეალურად გაქვს გააზრებული, რომ შენ რასაც აკეთებ სწორია, შენ რასაც აკეთებ შენია და ზოგადად ხარ თავისუფალი ადამიანი. ეგ ძალიან კარგია. მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი ხნის და ძალიან დიდი გზა გჭირდება, რომ გაიარო, რომ ეს ყოფილი გაიაზრო, აი რაღაცა ცხოვრებაში შეცდომა შეგხვდა, რაღაცა მოხდა. მარტო ტკივილის ადამიანს რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. ხო, ნუ კი ბატონო. სტრესი. რა ქნან იმ ახალგაზრდებმა, ესე მოდი დავასრულოთ ამ კითხვით, იმიტომ რომ მომეტესწილად ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სულ, რა, ციკლი გავაკეთოთ, საერთოდ მე დამინდია, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაც არის. რას აკეთებენ, რა უნდა შევთავაზოთ ახალგაზრდა თაობას, რომ განთავისუფლდეს იმ კლიშეებისგან და იმ რაღაცა ტრენდებისგან და ტენდენციებისგან, რომელიც თავაზობს მას დღევანდელი ტექნოლოგია. ერთი ფრაზა მაქვს ამოჩემებული. მიდი. რაც დრომ უნდა დაალაგოს, შენ ვერ დაალაგებ. ოკეი. ეს ისეთი წნევით მიდის ახლა Instagram-ზე, მაგალითად, სოციმედიაში, საკუთარი თავის წარმოჩინების არასწორი ფორმები, მაგალითად, იმიტომ რომ აი ის კლიშეები, თქვათ, რაც არ ხარ იმას აჩვენებ ადამიანს. აი ეგ არის ყველაზე დიდი საშინელება. და შენ ის სანამ არ მიხვდება, რომ ეს არასწორია, შენ იმას ვერაფერს ვერ შეუძლი. თავად უნდა მიხვდეს, თავად უნდა გაანალიზოს და დრო უნდა მოიტანოს ეს. შენ უბრალოდ უნდა აკეთო შენი საქმე და დამთავრდა. უნდა იყოს ის, რაც ხარ. დავამთავრეთ დღევანდელი ჩვენი საუბარი, მაგრამ ეს არ არის ბოლო საუბარი, თქვენ კიდე გვექნება. დიდი მადლობა მინდია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. არ დაგავიწყოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და შემდეგ შეხვედრამდე. აუცილებლად.